სანიოლი, მამარდაშვილის უთამაშებლობა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 4 და 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდება თურქეთთან და ბულგარეთთან. ამ შეხვედრებზე სასაუბროდ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანილიო და ნაკრების ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ჟურნალისტებს შეხვდნენ. ვილი სანიოლი, მნიშვნელოვანია ის მატჩის წინ დასახულ გეგმებს როგორ შევასრულებთ. თურქეთი ძლიერი და ამბიციური გუნდია, მაგრამ წარმატების მიღწევა შეგვიძლია. სექტემბრის თამაშები ყოველთვის რთულია, მაგრამ წარმატების პოტენციალი ჩვენ გუნდში ყოველთვის არის. ალექსანდრე იაშვილი, არაერთხელ აუნიშნეთ, რომ ნაკრებში ყველა ფეხბურთელი დავაბრუნოთ, რომელიც რაღაც დროს, რაღაც მიზეზების გამო წავიდა. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. ჯამალ კაიშვილზე დეტალებში არ ჩავალ, რთული პერიოდი გაიარა, საბუთების მხრივ პრობლემებია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მან მოქალაქეობა მიიღოს. ის არც ერთი ქვეყნის მოქალაქეა, დედით ის ქართველია, ძალიან ნიჭიერია, სხვანაირად ბაიერნში ვერ მოხდებოდა. ახლა პირველად ჩამოდის, გაიცნობს საქართველოს. ვასილ მაისურაძე ნახავს მას ვარჯიშებში. ვეცდებით ნოემბრამდე ყველაფერი მოვაგვაროთ, მაგრამ ამის გარანტია ეს არ არის. ვილი სანიოლი, რაც შეეხება 4 მცველით ვითამაშებთ თუ 5-ით, ვინც ითამაშებს როგორ შეასრულებენ მიცემულ დავალებებს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტაქტიკა. თურქეთთან და ბულგარეთთან უნდა ვითამაშოთ და ტაქტიკაზე შემდეგ ვიფიქრებთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ დაცვით სისტემასთან დაკავშირებით, პოტენციალი გვაქვს წარმატებას მივახციოთ. განვითარება გვჭირდება. თუ ყოველთვის ერთსა და იმავეს ვეცდებით, ეს არ იმუშავებს. ალექსანდრე იაშვილი, ჩვენი მიზანია სავსე ტრიბუნები იყოს. ნაწილზე რომ გულშემატკივარი არ გვეყოლება, ეს დიდი დანაკლისია. ვიცი სავსე დინამოზე თამაში რასაც ნიშნავს. როდის აღდგება სრულად დასწრება? დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, ეს დინამოს უნდა ჰკითხოთ. ძალიან გვახარებს დინამოზე თამაში. რამდენიმე საათში გაიყიდა ბილეთები და გულშემატკივრების მხარდაჭერით წარმატების მიღწევას შევეცდებით. ვილი სანიოლი, ყოველთვის ვცდილობთ ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაცია მოვახდინოთ. ლომინაძე საკმაო ხანია მთავარ ნაკრებში გამოძახების კანდიდატი იყო, გარკვეული მიზეზების, ტრავმებისა და 21 წლამდე ნაკრებში გამოძახების გამო მისი დებიუტი ჯერ არ შემდგარა. აბუაშვილს რაც შეეხება, ნაკლებად წარმატებული დრო ჰქონდა პორტუგალიაში, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევა აქვს და გადავწყვიტეთ გამოგვეძახებინა. იყვნენ სხვა კანდიდატებიც, მაგალითად გიორგი კვერნაძე, ისინი მომავალშიც იქნებიან გამოძახებულნი, მაგრამ ამ ეტაპზე შანსი აბუაშვილს მივეცით. ნაკრების კარი ყოველთვის ყველასთვის ღია იქნება მათთვის, ვინც ამას იმსახურებს. სიახლეები მომავალშიც იქნება, თაობა ცვლა მიმდინარეობს. ჩაკვეტაძე აპრილიდან ვერ გვეხმარება, ის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ეს სიტუაციაა, სადაც არაფერი შემიძლია. იგივე ეხება ლაშა დვალს, ის ამ ეტაპისთვის მზად არ იყო და გვხმარებოდა. უთამაშებლები არიან როგორც მამარდაშვილი, ასევე გუგეშაშვილი. მეკარეებისთვის სხვა სიტუაციაა, მათთვის ინტენსივობა შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, შედარებით მცველებისა. თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება, ეს დიდ პრობლემად იქცევა. იმედია ყველაფერი გამოსწორდება. დიახ, თურქებს ახლა მეტი სათამაშო დრო აქვთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს ფაქტორი ისეთი გადამწყვეტი იყოს, როგორც მაგალითად ოქტომბერში იქნებოდა, ყველამ გაიარა წინა სასეზონო შეკრება და ფიზიკურად მზად არიან.